მოგესალმებით, მოგვითხრა მე საბა და არ გავშრასვენ სამი და გავიდა ზუსტად 3 დღე. მე ვცდილობდი, ვწვალობდი, ვაშენებდი და ბოლოს მეგობრებო, რაც მინდა გითხრათ, მე ერთ მომენტში თან მინდოდა უკვე, მე ვფიქრობდი, ვსიო, ვეღარ ავაშენებ, მაგრამ ბოლოს ავაშენე. 3, 2, 1 და შეხედეთ მეგობრებო, ამ სილამაზეს და კიდევ ერთხელ კი მეგობრებო, ძალიან ბევრი ხანი ვწვალობდი. ძალიან ბევრმა სახლმა მე ძალიან დიდი ნერვები შემიშალა, როგორიც არის ფერმერის სახლი, როგორიც არის ეკლესია, როგორიც არის ეს მერის სახლი, მაგრამ ბოლოს გავაკეთე. და მე მინდა დაგისვათ ერთი კითხვა, რაღაცას არ გაგონებთ, ეს სოფელი რაღაცას არ გაგონებთ. მეგობრებო, ვერ წარმოიდგენთ რა ძნელი იყო ამ სოფლის აშენება. მე ვწვალობდი, სულ შევდიოდი YouTube-ზე, ვუყურებდი ჩემს ვიდეოებს, ასე, ყველაფერს ვაკორექტებდი, ყველაფერს, სრულიად სერიოზულად, კონკრეტულად, ყველაფერს ვაკეთებდი მილიმეტრში. ყველაფერს, გზებს, სახლებს, ყველაფერს, შენობებს. და მეგობრებო, თქვენ მგონი იცით რაც არის ეს შესაძლებელია, სრული კოპია არ გამომივიდა, მაგრამ რაც თავარია, ეს არის მარჯვენა და კიდე ერთხელ კი მეგობრებო, ეს არის ჩემი ახალი დროებითი სოფელი. რასაკვირველია მეგობრებო, მე ძალიან დიდად ვწვალობდი. მე ძალიან მინდოდა ის სრული კოპია გამეკეთებინა. რასაკვირველია, ადგილი არ არის ისეთი, როგორიც იყო ჩემს ძველ სოფელში, მაგრამ მეგობრებო, თავარია, თავად სოფელი ძალიან გავს, 90% გავს. თუ მარჯვენათა იქნებოდა აქეთ, ამ ადგილის მაგათ აქეთ, всё. ეს იქნებოდა სრული კოპია. მაგრამ მეგობრებო, წარმოიდგინეთ რამდენი, უბრალოდ 3 დღე მე ვწვალობდი, წარმოიდგინეთ მეგობრებო. ყველაზე მეტად მეგობრებო, მე გამოწვალა ამ ფერმერის სახლი. იცით რატომ? მე ერთი 7ჯერ, წარმოიდგინეთ, 7ჯერ შევედი YouTube-ზე. მე აქ დავაყენე, ხო? ფერმერის წიკი სახლი მე აქ დავაყენე, ამ ბლოკზე. მე გავიგე, რომ 4 ბლოკის დისტანციით იყო გზაზე და აქ 3 ბლოკის. ეს სახლი მე სრულიად დინამიტით გავანადგურე და სრულიად თავიდან ავაშენე. შემდეგ ეკლესიაზე მეგობრებო, მე 30ჯერ, მეგობრებო, მართლა, 30ჯერ შევედი YouTube-ზე. ჯერ არ გამომივიდა ეს კუდი, თავად ამ ეკლესიის კუდი, მე გავაკეთე ძალიან სრულიად ესე, ჭერი იყო ძალიან დაბალ დონეზე. შემდეგ ეკლესიაზე მე ეკლესიაზე არ გამომივიდიოდა ეს სახურავი. შემდეგ მეგობრებო, მე ეს ეკლესიის ნაწილი, ეს ნაწილი და ეს ნაწილი სრულიად წარმოიდგინეთ წავშალე და მხოლოდ საათ ნახევარი მოვანდომე ამ ეკლესიას. იმიტომ მეგობრებო, მე ვცდილობდი, მე ვაკეთებდი ისეთ ეკლესიას, როგორც იყო ჩემს ძველ, ჩემს საყვარელ, ჩემს პატარა სოფელში და ჩემი მეგობრებო, ეს მართლა იმსახურებს მეგობრებო, მართლა ჩემი ეს იმსახურებს, რომ დამიწევთ დადებითი კომენტარი. თუ შეიძლება, უბრალოდ დამიწევთ დადებითი კომენტარი, უბრალოდ არ ვიცი მეგობრებო, სრულიად, ნახეთ როგორი მაგარი ეკლესია გამომივიდა, საათ ნახევარი მეგობრებო, ვწვალობდი. ჯერ ესე იცით რატომ? მე დავსვი ეს ეკლესია ცოტა აქ დავსვი და მე ვნახე ჩემს ვიდეოში, რომ ეს ეკლესია ცოტა იყო, როგორ გითხრათ, ცოტა გამოკვეთილი ჩემი სახლი აქ არის და ეკლესია ცოტა ეს რამოდენიმე ბლოკით ესე გამოშვერილი იყო და მე როდესაც ეს დავინახე, უბრალოდ გავგიჟდი, მეთქი, მე ნახევარი ეკლესიის უკვე გავაკეთე. ვერც კი წარმოიდგენთ რამდენი ვიწვალე, გაბრაზებაც ჰქონდა მეგობრებო, რასაკვირველია, იმიტომ ნახევარი საათი ჯერ ხო ვაშენებდი, თითქმის ეკლესია დავამთავრე, მე გადავამეწვე ვიდეოზე და არ იყო ისეთი ეკლესია, როგორიც იყო ჩემს ძველ სოფელში. მოგეთ, ეს ნაწილი ეკლესიის წავშალე, შუშები დავტოვე და ახლიდან ავაშენე ეს ეკლესია და შეხედეთ როგორი მაგარი გამოვიდა. ჯვარი მე პრინციპში ეგრევე გავაკეთე, ეს ადვილი იყო როგორც ეს სახლიც ადვილი იყო. ყველაზე მეგობრებო, ბოლო რაც კი გავაკეთე,
ყველაზე ბოლო მე გავაკეთე აი ეს ფერმა. Აი ეს ფერმა მეგობრებო, წარმოიდგინეთ, ეს ფერმა იყო ყველაზე ბოლო, რაც მე გავაკეთე ამ ჩემს ახალ სოფელში. Так, შემდეგ, ასე ყვილია ეს არის მეგობრებო, ჩვენი საწყობი და შემდეგ მეგობრებო, აქ მდინარე მოკეთ შეხედეთ, მდინარე ძალიან უშლიდა ჩემს ფერმებს. წარმოიდგინეთ მეგობრებო, 9 საათი მე ამ მდინარეს აი შეხედეთ, აი აქ, აი ეს ძალიან სულ შეხედეთ, ეს მიწა მე ჩავყარე აი ამ მდინარეს, აი შეხედეთ, დავამოკლე ასე მდინარე. აი აქ გავადიდი, აი აქ დამხრიდან რომ ლამაზი ჩანდეს ეს მდინარე. წარმოიდგინეთ, 9 საათი მხოლოდ აი ამ მდინარეს ვამოკლებდი, იმიტომ რომ ფერმებს უშლიდა. ფერმებს მაგრად უშლიდა. ეს ხეები მეგობრებო, მე თვითონ დავდგი ეს ხეც, ესეც. შემდეგ მერის სახლსაც შეეხება. მერის სახლი მე თავდაპირველად გავაკეთე აი აქ. პირდაპირ გზაზე წარმოიდგინეთ. სამჯერ შევედი ჩემს YouTube არხზე, იქ ყველაფერი შევამოწმე მილიმეტრში. წარმოიდგინეთ, მე აქ გავაკეთე ისეთი შუშა, რომელიც არ იყო სრულად ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო, როგორიც იყო მერის სახლში. სახურავიც მეგობრებო, ეს გავაკეთე. შემდეგ გავაგრძელე მერის სახლი იმის გამო, რომ მე გავაკეთე აი აქამდე. მე ჩემს არხზე ვნახე, რომ სხვანაირი იყო მერის სახლი. გავაგრძელე და ასე გამოვიდა. რაც ეხება მეგობრებო ამ ტყუპის ცალ სახლებს, მეგობრებო, ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც იყო ჩემს ძველ სოფელში. აი აბსოლუტურად ყველაფერს შეხედეთ. აი შეხედეთ. აი უბრალოდ შეხედეთ, რამოდენიმე წამი ახლა დავდგები. და ახლა მეგობრებო, შეამოწმეთ ჩემი ძველი ტყუპის ცალის სახლი. აი კოპია, უბრალოდ აი სრული მეგობრებო, აი წარმოიდგინეთ, საერთოდ მეგობრებო, აი ყველაფერი არის ისე, აი Так, აი შეხედეთ, შემდეგ ცხოველების ფერმა. აქ აუცილებლად მეგობრებო იქნება ჟიწელნიკები, ცხოველები. გავაკეთებ ყველგან ნიადაგს, დავადეკორებ ყველა სახლს და ხვალ ან ზეკ მეგობრებო უკვე გამოვა ახალი ვიდეო მინეკრაფტში. ამ ახალ ჩემს სოფელში მეგობრებო ძალიან გთხოვთ, აი უბრალოდ აი კომენტარებში უბრალოდ დამიწერეთ რამე დადებითი. ან უბრალოდ დალაიქეთ ეს ვიდეო. მეც არაფერს არ ვთქვი. დიდ მადლობას გიხდით მეგობრებო ყველას, ვინცაც სჯეროდა რომ მე ავაშენებდი ამ სოფელს და დიდი მადლობა მეგობრებო იმას, ვინც არ დატოვა ჩემი YouTube არხი. რასაკვირველია მე დავტოვე ჩემი YouTube არხი 10 დღე არ გამოდიოდა, იმიტომ ძალიან დიდ დეპრესიაში ვიყავი, რომ დავკარგე ჩემი სოფელი. პირველი 3 დღე იყო სრულიადი შოკი და თუ გინდათ მეგობრებო კომენტარებში დაწერეთ, თუ გინდათ რომ დავდო ისეთი ვიდეო, სადაც მე ავხსნი თუ როგორ დავკარგე ჩემი ძველი სოფელი. ნუ მეგობრებო, აი შეხედეთ რა მაგარი სოფელი გამომივიდა. აი მარჯვენა მთაც მეგობრებო, ნუ შეხედეთ აი რა კარგი მარჯვენა მთა. ესეც მეგობრებო მე თვითონ გავაკეთე. აი ეს ყველაფერი, აი ხეები, დავრგი, ყველაფერი გავაკეთე. აქაც მეგობრებო შეხედეთ, დავამოკლე მდინარე, ყველაფერი გავაკეთე. სანაპირო შეხედეთ რა მაგარი გავაკეთე უბრალოდ. მოგეთ მეგობრებო, მე ყველაფერს წვალობდი, არა მხოლოდ ჩემი YouTube არხისთვის, არამედ ჩემთვისაც, იმიტომ ჩემთვის ჩემი ძველი სოფელი არის უბრალოდ აი 4 წელი წარმოიდგინეთ და მე დავაბრუნე ეს 4 წლის ისტორია. რასაკვირველია მეგობრებო, მე კიდე ვცდილობ ვიპოვო ჩემი ძველი ადგილი და შესაძლებელია ოდესაც მე ვიპოვი ამ სოფელს შესაძლებელია მე არ დავტოვებ, რასაკვირველია. აქ შეხედეთ მეგობრებო, ლავა და ტბა. რასაკვირველია მეგობრებო, შეხედეთ რა მაგარი ტბა არის. ამ ტბაზეც იქნება ძალიან ბევრი ვიდეო, რასაკვირველია მეგობრებო. მოგეთ რა მინდა გითხრათ. ამ სოფელში იქნება ერთი, არ ვიცი ჯაჯავით მართლა, შესაძლებელია 2 თვე, შესაძლებელია 3 თვე, შესაძლებელია საერთოდ 6 თვე ვიდეოები. მოგეთ მეგობრებო, მადლობა დიდი ვინც უყურა ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგეწონათ და ლაიქეთ, მე კი ახლა წავედი, ნახვამდის.